ეხლა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან რამოდენიმე პირი საგარეჯოს რაიონიდან, მათ შორის გამგებელი, მოადგილე, სამსახურის უფროსები და ასევე 3 კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც ასრულებდნენ სამუშაოებს. ეს იყო ჩემი ინიციატივით დაწყებული პროექტი, ჩვენ ვთხოვეთ სპეციალურად ზამთრამდე თანხის გამოყოფა პრემიერ-მინისტრს იმისაც, რომ საბავშვო ბაღები გადაგვეხურა და ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო, სანამ თოვა დაიწყებოდა და გასული წელს დაიწყო ეს სამუშაოები. მე მინდა რომ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვიცი აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ პროექტის შესახებ, პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებით გაჭირვებულ ადამიანებს ამ სახურავების გადახურვაში, ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ მაქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებელი საქმიანობის შესახებ. თუ მე ვუდგები ბუნებრივია თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რომელიც დღეს დაყენებული აქვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისევე როგორც დაიკითხան ეს ადამიანები, იმიტომ რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩართული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთავრობისგან. ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ვუდგები თავდებში, იმისათვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ გამოძიების პერიოდში და შემდეგ ვნახოთ უკვე სანამდე მივა გამოძიება.